ბიჭო მომენატრა, მაგრამ სხვა დროს რა. გასაღებს მანქანით წავით. აი მივაკავული დავტოვებ და მოვალეგრევია. დამშვიდდი კაია რა. როგორ უნდა დამშვიდდე მართლა ვერ ხვდები. ის კალი დღე-დღეზე გააჩენს შულს, ამ მგონი საერთოდ არ მეყარლებ. დაიწყო ისევ სისულელეები. გარკვევით გითხრა ექიმმა, რომ მკურნალობაა საჭირო და საერთოდ არ არის უიმედო სიტუაცია. და არ მშველის ეს მკურნალობა და რა უქნა. გცემ, თაკო, დრო უნდა. ჯერ ადროს დასკვნების გამოტანაა. ლოდინის დრო მაქვს მე. ოკეი, წავედი ნერვებს მიშლე რა, პაციენტი მოვიდათ. მოგზანდით. შეიძლება? რადგან თქვი მოგზანდით, ხო ესე იგი შეიძლება. ეგ დაბრძანდით რა. აბა რა გაწუხებს? დაბჟენილი კვირი მტკივა, გუშინ ტელეფონითაც გითხარით. ხო, სამწუხაროდ ვერ ვიმახსოვრებ ყველა პაციენტი რას მეუბნება. გამიღეთ პერი. მე-6 კვილი, ხო? წესით აქ ყველა არხი დაბჟენილია და ტკივილს არ უნდა იყოს. აი მე, ხელს მიშლით ერთი წამი. ხო, მაგრამ ძალიან მტკივა. შევეხე უბრალოდ, გამიღეთ. შეხებაზეც მტკივა, ცივზეც მტკივა, ცხელზეც მტკივა, ენასაც რომ ვადებ, მაშინაც მტკივა. კაი, მაშინ ანესთეზია გავიკეთოთ, ხო? და ისევ. თუ შეიძლება. If you want time, I would give you mine until morning light. I will stay by your side. გამარჯობა. გიმარჯვა. ოი. ხედავ თქვენ ჩემზე მეტად გივაშკაციათ. აბა. ზებრაზე გადავდიოდი, ზებრაზე. გამოქანდა გიჟივით. დამარტყა და გაიქცა. დედა. აბა. მერე? რა მერე. ჩემდაბედად შუქი არ იყო, რომ ვიდეოში მაინც გვენახა ვინ იყო, რა იყო. ფედი არ გინდა? არა, ფედს არ უჩივი კიდე, კაი. მენჯის მოტეხილობას დავჯერდი და სხვას არაფერს. სასისხარი რა. ხა როგორ უნდა გაიხაროს მაგან? მასეთები უფრო ხარობენ ჩემო კარგო. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თამთა შენი წყალობით უკეთესად. აწი უკეთ და უკეთ იქნებით ორივე. მადლობა ჩემო საყვარელო. მე გავიქცევი პაციენტი მელოდება. დროებით. დროებით. და რა გოგოა? ან რა ხელი აქვს, როგორი ყურადღებიანია და როგორ გამოიყურება? მაგრამ რა თქინდა. ძალიან რთული ცხოვრება აქვს. ძალიან მძიმე. რატო? ორი ქმარი ყავდა. ორივე უარგისი. მისმის რომ ერთი ქმარი შეხვდეს უარგისი, მაგრამ მეორეც ასეთი უბედური. თან ორი შვილი ყავს. მარტო ზრდის. და ორივე სხვადასხვა ქმრისგან ყავს? კი, აბა. არც ერთს არ მამობს. ხალხმა ნეტა იმ ხალხის ნახევარმა იაროს ჩვენ სალონში რას დღის გახსნაზე იყო. რას ამბობ რა ნახევარმა? ისეთი ხალხი დავპატიჟე.
ჩვენს ცენტრში რომ დაჩექინდებიან 100 ფოლოვერი ერთად მოყვება. რა საყვარელია ეს, ვინ ვიპოვეთ, ვინ? აი როგორც კი დავინახე, ეგრევე მივხვდი, რომ ჩვენიანი იყო. შენა ის ბოროტიგიანები არ მოვიდნენ, ხო? თამთა და ძველის და. რუსა მართლა გეგონა რომ მოვიდოდნენ? თამთა ბერცერც ვერ გვიტანს დასანახა და ისინი რას გაბედავდნენ თამთა შიშით. უფ როგორ მინდოდა რომ მოსულიყვნენ და გახეთქოდათ გულები შურისგან, მაგითო დაპატიჟა. ისა მეზობლების დაპატიჟება დაგვავიწყდა. უი ხო, მართლა. ვინ მეზობლების? აი ოფისირებთ ბიჭებს ჩვენ ზემოთ. არა მგონია ხა რომელიმეს ბიორევიტალიზაცია ან რამე პროცედურა აინტერესებდეს და რა ვიცი. ხო არა, ისე აქვე რო არიან, მაგიტო ვთქვი. მოდი, ჩვენ საქმეს გაუმარჯვებთ. რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ. აუ ის არ მოგბეზდათ ამ ჭიქების ჭახაჭუხი. მოდი ხა დავკეტოთ აქაურობა და ძალიან მაგარ ადგილას წაგიყვანთ. ამაზე მაგარი ადგილი მე არ მეგულება. არც მე. ისედაც სულ აქ უნდა ვიყოთ და გართობა თუ გინდათ გამოვყევით. მე არ შემიძლია, ძალიან დაღლილი ვარ, ფეხზე ძლივს ვდგავარ ნანიკა. ხო და ზუსტად მაგას გეუბნები. 2 წუთში გაგივლის ყველაფერი. ძალიან მაგარი მუსიკა, ძალიან ბევრი ცეკვა და ძალიან მაგარი კოქტეილები. ძალიან დაღლილი ვარ დღეს და სხვა დროს იყოს. მე რანაირები ხართ რა? გადასარევები. Indicate that Mercury formed from an impact of collisions and melting, which would explain the lack of differentiation common in many other planets. If these collisions stopped early in the planet's history, it might explain why so much. სახლში ხარ? არ მელოდებოდა. აბა დილით ხომ მითხარი, პაციენტები ყავს ბევრიო ძალიან. დამოგვიანდება. ხო, დღეიდან აღარც ერთი პაციენტი აღარ მყავს. ანუ წამოვედი სამსახურიდან. სულ წამოხვედი? არა, სულ წამოვედი. მოიწერე, ეს აპირებდი თუ ესე უცხო რაღაც გვიდი. დაახლოებით 2 საათის წინ. რა მოხდა? რა უნდა მომხდარიყო? ბოლოს წამოვედი რა. აი, რას მიყურებ, რომ შეიძლება სამსახურიდან მომინდეს სამოსულა? არა, შეიძლება, მაგრამ კი არა. არაფერი, ძალიან მაგარია. მაგარი იმიტომ კი არა, რომ შენი სამსახურის საწინააღმდეგო მაქვს რამე. უბრალოდ რომ წარმოვიდგენ, რომ უფრო მეტი დრო შეიძლება გავატაროთ ერთად. უფრო მაგარია. აი, სერიოზულად. სერიოზულად. მე და არ მოვიდეს ის გოგო. მოვა უცლებად. ძალიან კაი გოგო ერთთან ძალიან მოწესრიგებული და რაღაცნაირად ნახავ შემთხვევით. რა გუთხრა? რაზე რა უნდა უთხრა? სიმართლე უნდა უთხრა ეკა. ხო და რომელია სიმართლე, რომ ბოდიში, მაგრამ იმდენად არ მენდობა ჩემი ძმა, რომ მეც მემალება? კარგია ხო. მე ჩიტევით და გეხვეწები, დავშვიდი ცოტა. მოდი საფა. როგორ ხარ? მადლობა, კარგად. გამარჯობა. გამარჯობა. სოფო ეს არის ეკა გოგას და სასიამოვნო. ჩემთვისაც. დალევრა მეც. არა. ნამდვილად. არა. არ გამოჩენილა? არა. არსად. ყველგან დავრეკე, რაღაც ადგილებში მივედი. არ არის არსად და რა გავაკეთო? არ ვიცი. ძალიან არ მომწონს ეს ამბავი. სოფო, ყველაზე ცუდი რა შეიძლება რომ მოხდეს? სასამართლოზე თუ არ გამოჩნდა? არა. მაგაზე ფიქრიც არ მინდა. ყოველ მიზეზ გარეშე უნდა მოვწებნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სადმე ვიპოვოთ მართლა.
ეხა გოგაზეა დამოკიდებული მთელი მისი მომავალი. ვიცი. მაგის მეშინია ყველაზე მეტად. გაიხსენეთ ყველა ადგილი, მეგობარი, ნაცნობი, სად შეიძლება რომ იყოს? ყველაფერი გავიხსენე. მართლა არსად არ არის და რა ვქნა? კარგით, მე დაგტოვებთ და ხაზზე ვარ ნებისმიერ რომ შემატყობინეთ, კარგი. კარგით, ნახვამდის. კარგად. მადლობა და ბოდიში რა. მადლობა თქვენ, ნახვამდის. კარგად. I'll follow you. მშვიდობა? ჩემთან კი. მაგრამ 9 საათია შენს კართან ვდგავარ და სპეციალურად არ მიღებ თუ რა გჭირს და გამართა. მაგათი რა ყურსასმენებში მოსმენელ მუსიკას ვერ გავიგონე. მოვდივარ. მოდი. აუ, ვიფიქრე მეთქი სულ დროს მოვედი, მაგრამ მაინც გავისკე და დავრეკე. კაი, რა შენ სულ დროს როგორ უნდა მოხვიდე? ისე გამიკვირდა მარტო რო ხარ. ბოლო დროს სხვადასხვა მასპინძელი გოგონებს კარს. აი რა ვიღაც 1 საათიანად მომელაპარაკები. აი ხო აღარ გუნდა. იცი რა? ჩუ თავიდან ვფიქრობდი, რომ ცუდი აზრია თქვა ეს ყველაფრის გაყიდვა, აქედან წასვლა. მაგრამ მგონია რომ მართალი ხარ. მართლა უცმა ხარ რა. ცოტა ხნ მგონია, თუ აქაურობას უნდა გაეცა. ეგრე რა, გინდა ერთად წავიდეთ? აუ მაგარი იქნება ახალი ცხოვრება, ახალი ქვეყანა რამე, თავგადასავლები. ცოტა ხანი რა მაგრა გაგვისორდება რა. ძალიან აჟიტირებული ხარ. ცუდად ვარ, ცუდად რატო ხარო? კარგად ვარ, აჟიტირებული ხარო. რა გინდა გამაგებინე და? არა, უბრალოდ რაღაცა არაბუნებრივად გამოიყურები. აი ხო ვარ გიცნობ და თავისუფლად ვიფიქრები. თუ ვიფიქრო. აუ მოდი რა, რაც გინდა ისი ფიქრე. აი ეს ყველაფერი არის დროებით რა. უბრალოდ ხასიათისთვის ხო გესმის არა? ანუ სწორად მივხვდი. მოდი რა დავლიოთ რა. აუ, ბიჭო, ხა სასმელი უნდა მიაყო, ამას? ო, კარგი რა. ვიცი როგორ გამიხარდა რომ მოხდები? გაგვიმარჯოს. ხო, ამიტომ არ იქნება გასაკვირი ჩემგან თხოვნა. რასთან დაკავშირებით? შენთან. რაღაც უნდა გითხრათ. თქვი? Male, male, ხომ იცი რომ